როგორ გავაფორმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება? მოგესალმებით. მე გახლავართ ქეთევან კუხიანიძე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. პირველი, კონტრაქტის შედგენა და მისი შინაარსის მომზადება. უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობით ფორმის დაცვა, რომელზეც მხარეთა მიერ გაკეთებული ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს საჯარო რეესტრის შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილი პირი ან ნოტარიუსი. ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული ორი მხარის, მყიდველისა და გამყიდველის, იურიდიული და პირადი მონაცემები, დასახელება, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი. უნდა განიმარტოს თუ რა ქონება გადადის ან რა უძრავი ქონების, მაგალითად კონკრეტული ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთის შეძენა გსურთ. მისი მდებარეობა, ფართი. მხარეები უნდა შეთანხმდნენ ფასზე, როგორ და როდის განხორციელდება თანხის გადახდა, მხოლოდ ერთჯერადად თუ გარკვეული პერიოდულობით. დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ეს არის მხედრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, გამყიდველის მიერ ქონების საკუთრებით დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და რა თქმა უნდა ხელშეკრულება, რომელსაც წარადგენს მხარეები. ბოლოს კი ორივე მხარე, მყიდველიცა და გამყიდველიც ხელს მოვაწერს შეთანხმებას. შემდგომი ეტაპი, რეგისტრაცია. როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, უნდა მოხდეს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ. მიწის ნაკვეთისა და უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის საჭირო დოკუმენტების საბუთების წარდგენის ხარჯები. თუმცა მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ ზემო აღნიშნული პირობა. ბოლო ეტაპი, რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, მყიდველს გადაეცემა ახალი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც ადასტურებს, რომ ქონება მისი საკუთრება გახდა. ყოველთვის კარგი იდეაა, რომ იურისტი ან უძრავი ქონების სპეციალისტი ჩართოთ პროცესში, რათა დოკუმენტაცია სწორად იყოს მომზადებული და გამოწვევების წინაშე არ დადგეთ.